გამარჯობათ. მოდით ახლა მეგეტყვით რა სჭირდება ტრამპს კანადა, გრენლანდია და ნარკომაფიებთან ბრძოლა. კანადა ტრამპს სჭირდება იმისათვის, რომ მას კონდეს შეუფერხებელი კავშირი რუსეთთან. გასაკვირველი ალიასკიდან ეს შესაძლებელია, მაგრამ იქ კანადა მაინც საზღვრით კვეთავს ამ კავშირს. და რუსეთი და შეერთებული შტატები მოგეხსენებათ მოკავშირეები არიან ევროპული იმპერიების წინააღმდეგ ბრძოლაში. გრენლანდია უფასო მაცივარია, გრენლანდიაში შესაძლებელია შეინახო პროდუქტები აბსოლუტურად უფასოდ. მარაგების გაკეთება და მარაგის შენახვა მოგეხსენებათ, რომ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ გრენლანდია ამ შემთხვევაში არის უფასო მაცივარი. სადაც შესაძლებელია აუარება პროდუქტის შენახვა. ეხლა რაც შეეხება სამხრეთ მიმართულებას, მექსიკას და ნარკომაფიებს. მოგეხსენებათ, ნარკომაფიების ძირითადი კურატორები ყოველთვის იყვნენ მსოფლიო იმპერიები. იგივე ინგლისი მაგალითად, ხო? ამიტომ როდესაც ტრამპი ურტყავს ნარკომაფიას, ის ურტყავს ინგლისის იმპერიას, ან საფრანგეთის იმპერიას დაუშვათ, ხო? და იმ წრეებს, აი deep state რასაც ქვია. სწორედ მაგ წრეებს ურტყავს ამით ტრამპი. ეს ერთი. მეორე, ყველაზე დიდი არა აღრიცხული ცოცხალი ფული არის ნარკოტიკებში. ცოცხალი ნაღდი ფული, აღურიცხავი არის ნარკოტიკებში და ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ასეთი ფული არის საშიში. თავის დროზე სტალინს უნდოდა ჩრდილოეთ რუსეთის და ჩრდილოეთ აღმოსავლეთ რუსეთის განვითარება, იმიტომ რომ იქედან მძლავრი მდინარეები შემოდის რუსეთის შიდა ტერიტორიაზე და ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანიდან შეიძლება რუსეთის მთლიანად მომარაგება და ეს იქნებოდა ზურგი რუსეთისთვის. თუ მე-19-მე-20 საუკუნეებში ევროპის წინააღმდეგ ბრძოლაში ზურგი იყო შუა აზია და ეს ურალის უკანა მხარე, ასე ვთქვათ, ურალის აღმოსავლეთის მხარე. დღეს უკვე რუსეთისთვის და ამერიკისთვის ზურგი არის ჩრდილოეთ რუსეთი, ყინულოვანი ოკეანე და რასაკვირველია ამერიკის დახმარების გარეშე, მოგეხსენებათ, როგორი დიდი დახმარება გაუწია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მეორე მსოფლიო ომის დროს. ამიტომ თუ რაიმე დაპირისპირება მოხდება, ეს დაპირისპირება მოხდება შუა აზიაში. მე აქვე გეტყვით, რომ მოსალოდნელია დაახლოებით 2030 წლისთვის და მერეც ყაზახეთის უკრაინიზაცია აუცილებლად არის ეს მოსალოდნელი, ჩემი აზრით. ამიტომ რუსეთისთვის ზურგი იქნება ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე და ეს გზები, რასაც რუსეთი აქტიურად ანვითარებს. მოგეხსენებათ, ყინულმჭრელების ყველაზე დიდი ფლოტი რუსეთს ყავს და მე მგონი რამოდენიმე ყინულმჭრელზე მათ უკვე დადეს ბირთვული რეაქტორი. ეს ნიშნავს ფაქტიურად შეუზღუდა უცურვას ყინულოვან ოკეანეში წელიწადის ნებისმიერ დროს. ასეთი საშუალება მხოლოდ რუსეთს აქვს. ეს იყო უნიკალური გეგმა, რომელიც ერთი-ორად დაათად გაზრდიდა რუსეთის თავდაცვის უნარიანობას და რასაკვირველია, ხრუშოვმა შეაჩერა. დღესაც კი არის ეს მიტოვებული ლიანდაგები იქ დაწყებული, ეს მშენებლობა დაწყებული იყო, ლიანდაგები ახლაც არის იქ დამპალი და გაუბედურებული. ვითომ ჩათვალეს არამიზან შეწონილად, რაც რასაკვირველია იყო წმინდა წყლის დივერსია რუსეთის წინააღმდეგ და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. გამოიწერეთ არხი
გააზიარეთ არხი, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს. გააკეთეთ დონაცია, დააფინანსეთ არხი, რომ უფრო მეტად განვითარდეთ. და მე გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება და თქვენი ფიქრები უფრო საინტერესო გახდება.